Nика მოგესალმები. ბოლოს როდესაც იყავი ჩვენ სტუდიის სტუმარი, იყავი რამდენიმე დღის ნაშიმში და საკმაოდ თქო დაძაბული ეთერი გამოგვივიდა და რამდენიმე მისაყვედურა რომ შიმშილობის დროს კაც რატომ იყავი ასეთი კრიტიკულიო. ამიტომ მოგესალმები. ეს კრიტიკა დარწმუნებული. კი ბატონო, რა თქმა უნდა, კრიტიკა არის კარგი საშუალება ვთქვათ, ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემურ თემაზე, რომელიც არსებობს. ყველა კითხვაზე პასუხი გავცე. კი ბატონო. პირველ რიგში დავიწყოთ თქვენს მიერ წარმოდგენილი გადაადგილებებით პარტიაში, სხვადასხვაგვარი შეფასება მოვისმინე, მათ შორის ის რომ მელია არის მაინც ახლებური ტიპის ლიდერი ამ პარტიისთვის, რომელსაც აქვს შესაძლებლობა სხვებთან მისვლის გაფართოების ახალი სახე აქვს, მეც ვემხრობი ამ პოზიციას, მაგრამ რატომ დასჭირდა, რატომ არ წარადგინა საკვანძო პოზიციებზე მის დაგვარი სახეები თუ გაფართოება არის ახლა ამ პარტიის ამოცანა, ამომრჩევლის და რიგების. დიდი მადლობა. პარტიის განახლებაზე, როდესაც ვსაუბრობ, პარტიის განახლებაში არ გულისხმობ მხოლოდ საკადრო ცვლილებებს და ახალ სახეებს. ამ პარტიაში ბევრი ახალი ადამიანი, ბევრი ენერგიული პროფესიონალი უკვე მოვიდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში და გაცილებით უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთება, რაც მიმაჩნია საწინდარი გახდება მომავალი წარმატებებისა და აქ გულისხმობ როგორც ახალი თაობის წარმომადგენლებს, ასევე გამოცდილი პროფესიონალი ადამიანები ყავს მხედველობაში. თუ თქვენ გულისხმობთ გენერალური მდივნისა და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებს, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკვანძო პოზიციები, სადაც მე ვთვლი მეგობრებთან ერთად, რომ პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ იქ წარმოდგენილნი. სხვა საკითხია, რომ ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს პოზიციები უბრალოდ არ იყო ათვისებული და ეს დეფექტი, რბილად რომ ვთქვათ, ჰქონდა ჩვენ და სტრუქტურული გამართულობის გარეშე, აწყობილი ინფრასტრუქტურის გარეშე შენ სტრატეგიასაც ვერ დასახავ ისეც როგორცაც ვისურვებდით. ამიტომ ერთი მეორესთან არის ძალიან მჭიდრო კავშირი. ძალიან გასაგებად რომ ვთქვა, ვაკეთებ ახლა იმას მეგობრებთან ერთად, კოლეგებთან ერთად, რისი გაკეთებას მსურდა შარშან დაახლოებით ამ დროს. მაგრამ სამწუხაროდ დაწყებული იყო პროცესი, მაგრამ შენი პატიმრობა იყო, ხომ? რაც რამაც შემოშალა. 3 თვის ვადით აღმოჩნდი იქ სადაც აღმოჩნდა ნამდვილად დიდი სიამოვნებით არ ვიხსენებ ამ პერიოდს, ამ გამოსვლისთანავე იყო საარჩევნო კამპანიის შემდეგ სამწუხაროდ უკვე მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტყვეობაში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი მცდელობა რას ემსახურება, ისეთ პარტიას უნდა ჰქონდეს ცენტრალური ხაზი, გეგმა და სტრატეგია და რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს გარშემო და პარტიაში ამ ხაზს და ამ სტრატეგიას და ამ გეგმას არ უნდა გადავუხვიოთ. ქართულმა ოცნებამ, ქართულმა ოცნებამ საჯარო სივრცე დაუთმო თავიდან ბოლომდე დევნას, სისხლისამართლებრივ დევნას. თქვენი მაყურებლების პრაქტიკულად ზედმიწევნით კარგად ერკვევიან სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში, სხვადასხვა კოდექსებში და იურიდიული ტერმინოლოგია. სხვათა შორის Facebook-ზე ხუმრობდნენ TBC-ის საქმე რომ დასრულდა, ახლა ახალი საქმე გვჭირდება სასწრაფოდ, ემან რეალურ პრობლემებზე არ კონცენტრირდება. მასიურად დიანა, აი ძვირფას მაყურებლებმა თქვენმა განსაჯოს, ამდენად სწორად აქვს ეს პრობლემა დანახული თუ არა. მასობრივად თქვენმა მაყურებელმა, არა მხოლოდ თქვენმა მაყურებელმა იცის იურიდიული ტერმინოლოგია, მაგალითად, აღკვეთი ღონისძიების სახეობები, ზედმიწევნით კარგად, სხვადასხვა ტიპის თავარი მუხლები, რომელსაც იყენებენ. კოდექსებში გაერკვა. გადატრიალების მუხლი იცის ყველამ რომელია. ეს არ არის ნორმალური. ნაცვლად იმისა, რომ თქვენმა მაყურებელს ბევრი სხვა ტერმინი იცოდეს, ბევრ სხვა საკითხებზე გქონდეს შესაძლებლობა ჩვენ ვილაპარაკოთ, იგივე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით, იგივე მომავალზე ორიენტირებული საკითხებით იყოს გაჯერებული. ამით რას ამბობ, რომ პოლიტიკური დევნა არის იმისთვის, რომ გადაიტანონ ამ მიმართულებით ყურადღება? რა თქმა უნდა, მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვიცნობ ასეთ ადამიანებს, ასეთი პარტიის წევრები, ამორჩევლები, უცხო ადამიანები, ანუ უახლოეს წარსული და მოყოლებული დღემდე ამაზე ხო ვსაუბრობ და ისინი ძალიან გულშემატკივრობენ ჩვენ, ძალიან წუხან
რომ პოლიტიკური დევნა ყვავის ამ ქვეყანაში და ამ წუთის მდგომარეობით ის რომ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში ღელავენ ნამდვილად განიცდიან, მაგრამ და ალბათ ფიქრობენ რომ ეს არ არის კარგი დრო რაღაც პარტიული მშენებლობის ალბათ. არა, მაგრამ არა სხვა რაღაც სხვა პირიქით. მაგრამ ასევე ძალიან განიცდიან მათ ყოფაზე. რაზეც აღარ ვსაუბრობთ. გესმით? და მე ვთქვი რომ მექნება შტაბ-ეჭდილება და მე ვფიქრობ რომ არ ვწდები, მე მაქვს უფლება თქვა ჩემი წვენიდან გამომდინარე ის ასაც ხედავ ველზე და ვცდილობ ვიყო აქტიური პოლიტიკურ ველზე და მქონდეს შეხვედრა სხვა ტიპისა და გემოვნების მოქალაქეებთან. ჩვენ მაჯის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მაჯისემისგან ხელი გაგვექცა და ავწდით მათ რეალურ საჭიროებებს და ვცდილობ რომ უბრალოდ პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ხედვა დააკორექტიროს და სტრატეგია შეიმუშაოს იმ დაგვარი რომელიც ჩვენ ბევრ ახალ ადამიანთან მიგვიყვანს კიდევ უფრო კონკრეტულად რო გითხრათ და გნებავთ ეს ახლა აღიარებად ჩამითვალეთ გნებავთ უბრალოდ ზედმეტად გულწრფელ ნათქვამში, მაგრამ ვფიქრობ ეს არის 2x2 4 ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, სხვა მსხვილ ქალაქებშიც ცხოვრობს ბევრი ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი, ბევრი ქართული ოცნების ამორჩეველი, ამას დამატებული ის ხმები, რომელსაც ისინი არ იმსახურებენ, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი, უბრალოდ ბევრი არა, ის იმ ტიპის ამორჩევლები და მოქალაქეები, რომლებსაც არც ერთი უნდა აღარ უნდა ქართული ოცნება, მაგრამ არც ნაციონალური მოძრაობისკენაც მიუწევს და ფიქრობ რომ რამე ისეც იზამთ რომ ამ ადამიანების გულს ამ მესამე აი ხა დავამთავრებ ეხლა მადლობა შეგიძლიათ აი ამ მესამე კატეგორიაში არის ძალიან ბევრი ადამიანი ამიტომ კატეგორიებად დავყო ეხლა მოსახლეობა უბრალოდ ამორჩევლების კატეგორიას გეუბნები ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ ხედავს გამოსავალს და არათუ ქართულ ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს მომავალს ვერც პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საზოგადოებრივ ჯგუფებთან აქტიური მუშაობა საჭირო. დიანა, ის რაც იყო ნაციონალური მოძრაობისთვის პროგრესული, ის რაც ნამდვილად იყო წარმატებული და კარგი 2003 წელს, 2004 წელს არ ნიშნავს რომ აუცილებლად პროგრესული და წარმატებული და კარგია 2022 წელს. თაობები შეიცვალა, გესმით? თაობები შეიცვალა დაახლოებით 500.000 ახალი ამორჩეველი შეიძინა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქვეყანა. ჩვენბოდი თქვენ გუშინობოდით რომ 40.000 ამორჩეველი ემატება დაახლოებით ყოველ წელს. 500.000-მდეა, ხო? და რას უსმენს ის ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არც კარგი ახსოვს ჩვენი ხელისუფლების და არც ცუდი. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენ მონაპოვარზე ჩვენ წარმატებებზე ვისაუბროთ და ასევე არ გავარბივართ არც ერთი ჩვენი პარტიის ლიდერი საუბარს იმ ნაკლოვანებზე რომელიც ქონდა მაგრამ ფაქტი ხომ ერთია ქართული ოცნების პროპაგანდის მეშვეობით და ქართული ოცნების მიერ წარმოებული პოლიტიკის მეშვეობით ახალი თაობის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში უსმენენ დაიჭერენ მაგალითად სააკაშვილს დაიჭერენ მელიას, უგულავას, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, წერეთელს, გვარამიას, თუ არ დაიჭერენ, რო დაიჭერენ, ამდენ ხანში გაათავისუფლებენ, რასაც დააკისრებენ, ანუ ოცნება თავად ქმნის იმ ტიპის წესრიგს, როდესაც თქვენ რეალური პრობლემები და ყურადღება გადაგაქვთ. ეს არის ის რაც აწყობს ქართულ ოცნებას, რაც პარადოქსალურად ჟღერდეს, მაგრამ რისი თქმა მინდა ხალხო? ეს არის ის ახლა მიუხვდით ამას? არა, რატომ მე პირველად არ ვამბობ ამას, უბრალოდ ახლა დადგა დრო, რომ მიუხედავად ამაზე მძიმე გამოწვევისა, რასაც პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვია, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძალა და რესურსი პარალელურად ახალი ადამიანები ვიპოვოთ და მათთან მივიდეთ და ავუხსნათ და დავარწმუნოთ, რატომ იქნება ნაციონალური მოძრაობა, ბევრად უკეთესი ძალა სხვადასხვა ფორმაციაში მოსული ხელისუფლებაში, ვიდრე ქართული ოცნება. ნიკა, თქვენ ძალიან სტაბილური და მყარი ამომრჩეველი ყავთ. ოცნებასაც ყავს თავისი ამომრჩეველი, იქ პლუს მინუს, ეს თქვათ, აი ამ საარჩევნო манипуляციებით დამატებულს, იქეთ ყავს თავისი ამომრჩეველი. თქვენ ყავთ თქვენი მყარი ამომრჩეველი ძალიან სტაბილური ამდენი წელი მოყვებათ. ანუ ფიქრობთ რომ ის რესურსი, რომელსაც იმ ადამიანებს შორის, რომელსაც არც ნაციონალური მოძრაობა უნდა, არც ქართული ოცნება, იმათ სხვა პარტიებმა კი არ უნდა იმუშაონ,
ისიც თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ? ჯეთიც არასწორი მიგნებაა, როდესაც ვამბობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს სტაბილური კამპანია, ყავს, მაგრამ არასაკმარისად სტაბილური. ნაციონალურ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიას, თუნდაც იმ გარემოში, რა გარემოშიც ჩვენ ვართ იძულებული რომ მივიღოთ ხოლმე მონაწილეობა, რაც ექნებოდა. მაშინ თქვენ ისიც ვაგინდათ, რომ ჩაატარებ კამპანიას ივლი ტელეეთერებში, მოსახლეობაში შეხვედრა 30% მუდმივად მოყვება. გამოდინეთ, ეხლა წელიწადში იბადება დაახლოებით 50,000 ახალი ადამიანი, ბავშვი, შესაბამისად 50,000-მდე ახალი ამომრჩეველი ყავს, რომელიც 17 წლისაა, მაგრამ მომავალ 18 ხდებოდა. სამწუხაროდ წელიწადში 50,000 საქართველოს მოქალაქე საქართველოში მიდის. ანუ წამოდიახ შეიცვალა ამორჩევლის ბაზა შეცვლილია. სწორად გამიგეთ, ასე არ არის რომ იცით ამორჩეველი დამოკიდებულებას არჩევნებიდან არჩევნებამდე არ ცვლიდეს და მე მინდა დაგარწმუნოთ და გითხრათ მყარია, მოკლედ სამუშაო მყარი არის ფუნდა როგორ არა მყარი არის, მაგრამ ეს არის საფუძველი და ამ საფუძველზე არის დაშენებული შრომისა და მუშაობის შედეგად ბევრი რამ და შეიძლება ეს არ ჩანს გარედან ნაციონალურ მოძრაობას შეიძინა ბევრი სხვადასხვა კატეგორიისა და გემოვნების ამორჩეველიც პირდაპირ გემოვნებით ბევრი სხვადასხვანაირია მინდა გიშალათ მუშაობა ქართულმა ოცნებამ რომელიც მუდმივად იმ ტიპის პრობლემებს ქმნის რომ ამისთვის არ ძალიათ აი მიხეილ სააკაშვილზე ხო იცით თავად ამბობდა ვთქვათ იხსენებენ რომ აიო მეო რამდენი ამორჩეველიც მყავსო იმათი ნახევრისთვის ხელი მაქვს ჩამორთმეული და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი პოლიტიკოსი იყო და პერსონალურად ხდებოდა კი ბატონო კი ბატონო ანუ რას ვამბობ რაღაც ამ ეს სტილი აკლია დღეს ეს პარტიასაც და ქართულ პოლიტიკას ჩვენ პარტიას ევალება გაცილებით მეტი და აგიხსნით ეხლა რატომ ევალება იცით სამწუხაროდ ამ წუთის მდგომარეობით და ჩვენ ყველანაირად გულშემატკივრობთ საქმიანათაც ადამიანურადაც კოლეგიალურადაც ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს და მიმაჩნია რომ მომავალი ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს არის მრავალფეროვნებაში და არც ერთ შემთხვევაში ხაზი მინდა გავუსვა არც ერთ შემთხვევაში ერთპარტიულ მმართველობაში ამას გეუბნებით მე პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე მაგრამ ამ სახელმწიფოს სჭირდება მრავალფეროვნება და რეალობა რა გვაქვს ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ პარტია ნაციონალურ მოძრაობა კიდევ უფრო მეტად დაახლოებით 10%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს მიუხედავად იმისა რა ტიპის არჩევნებს ჩაგვიტარეს უნდა დაფიქსირდეს იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ სხვა ჩვენს კოლეგა პარტნიორებს ჯერჯერობით არ აქვთ ის შესაძლებლობა რომ მათ გაიზარდონ ელექტორალური მხარდაჭერა ამიტომ ეხლა ჩვენ თუ დავტკბებით მონაპოვარით იქნება ცნარი დამოკიდებულება იმისათვის რომ გაზარდოს შენ მხარდაჭერა რა არის საჭირო იყო ერთი უფრო თანმიმდევრული, ბევრად თანმიმდევრული სტრატეგიაში სერიოზული კორექტირება იქნება შეტანილი და ეს ყველაფერი გააგებიო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირველივე წელიწადს მაგალითად რას გააკეთებ და როგორ გააკეთებ, როგორ ხედავ ეკონომიკურ განვითარებას, რამდენი მილიონი მილიარდი დოლარისა და თუ ლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს შენი ხედვით, ხო? 2 წელიწადში რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება, 3 წელიწადში რამდენი ადგილი შეიქმნება, ანუ ცხადად, ანუ ხელშესახებად უნდა დაარწმუნო, იმიტომ მე ეჭვი მეპარება აქ რომელიმე პოლიტიკოსი მოვიდეს და თავის თავზე ილაპარაკოს, რომ ისინი არ არიან ღირსები ხელისუფლებაში მოსვლის. პირიქით მგონია, ხო? მაგრამ მეორე სხვა საკითხია, რამდენად დაგვიჯერებს ჩვენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. თქვენ რომ საზოგადოება დაგიჯეროთ, უნდა იყოს თანმიმდევრულობა, რომ პრობლემა თქვენ თავად ყვებოდით. მე მაქვს დიახაც, მეგობრებთან ერთად ჯანსაღი ამბიცია. წინა შემთხვევაში ხა იცით რა, შენ რისის გჯერა და რა ხედვაც გაქვს იმას თუ არ აკეთებ, მოსჯილი ხო არა მაქვს ხა მე პარტიის თავმჯდომარეობა, მაგალითად, ან პარტიული ცხოვრება. მე ამ პარტიაში მე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობით ხედავ მე პირობას დებთ რომ თქვენ როგორც თავმჯდომარე მაგალითად გაზრდით 10% ამომრჩეველს არა სხვა აუცილებლად ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ და გაზრდილია მეთქი მნიშვნელოვნად გეუბნებით გაზრდილი არის მაგრამ ნუ გითხარით ეხა დროში სამწუხაროდ რეფორმების გატარება შეყოვდა ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით კი ბატონო ეხა მინდა დავსვათ მე ვერ ხედავ ამ პარტიის განვითარების თეორიულ შანსსაც კი მასიურად ახალგაზრდების პარტიაში მოზიდვის გარეშე ვერ ხედავ. ვერ ცეთ რომ არც ახალგაზრდული მოძრაობა გაქვთ რაღაც მარტო სახში ასე გამოიყურებოდით პარტიაში. ახლა იქნება ახალგაზრდული მოძრაობა სტრუქტურირებული, ორგანიზებული, ერთეული რომელიც არ ყავდა და ესეც უცნაურია, ხო პარტიას ჰქონდეს ამბიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და არ ყავდეს
ენერგიული ახალგაზრდული გუნდი 2-3 თვეში მაქსიმუმ ჩვენ გვექნება საინტერესო დიდი ყრილობა ახალგაზრდული ფრთის, სადაც მხოლოდ ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას და წარუდგენ საზოგადოებას ბევრ წარმატებულ, შეიძლება ამ ეტაპისთვის უცნობ ფართო საზოგადოებისთვის ახალგაზრდებს, რაც გასაკვირი ნამდვილად არა, ვინაიდან მათ ჯერ გრძელი ცხოვრებისეული დისტანცია არ დაფარეს, მაგრამ ეს ადამიანები იქნებიან, მე მჯერა მომავალი პოლიტიკური ქართული სისტემისა. მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომელსაც ველოდებით გავხსენით ოფისი მელიქიშვილის 27 ნომერში და ველოდებით ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას მელიქიშვილის 27 ნომერში. ვინაიდან ჯერა, მართლაც ჯერა გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიისთვის, ეს არის მთავარი კაპიტალი, რატომღაც საქართველოში მიაჩნიათ, რომ ერთხელ ნახელისუფლარ პარტიას შანსი არ უნდა მიეცეს მომავალში და არადა დასავლურ განვითარებულ დემოკრატიებში პირიქით გამოცდილება ფასობს, ეხლა თქვენს მიერ წაყვანილი გადაცემა, პირდაპირ გეუბნებით თქვენს მიერ. და აი, გუშინ წინ მოსული მე პირობითად ვამბობ, თანამშრომლის ჯერ გამოუცდელი საყვანილი გადაცემა ერთი და იგივე ხომ ვერ იქნება, ხომ? იგივე არის პოლიტიკური პარტია. რატო გაუკვირდა ეხლა მაგალითად პეტრე ცისკარიშვილისა და კობა ნაყოფიას პოლიტიკური თანამდებობების დაკავება ადამიანებს. ახლა იქნება წარმოდგენილი გენერალურ სამდივნოში გუნდი და თქვენ დაინახავთ ამ კომპაქტური გუნდი, სადაც ბევრი ახალი პარტიაში შემოერთებული ადამიანი დაიკავებს მართლ რგოლს და მართლობაში ამ პარტიისას ჩაერთვებიან. და მინდა დიახაც საზოგადოებამ გაიცნოს ბევრი ის ახალი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თავს იკავებდა ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებას, მაგრამ დღეს არიან ღირსეული წევრები, მეტიც დეპუტატები გახდნენ, მათ შორის საკრებულოში ახლ დაიკავებენ პარტიის მმართველობაში. აი ეს შემაფერხებელი ფაქტორები და არა მარტო ისე, მეც ვიკავებდი, იყო პერიოდი, ხო? მაგრამ რა გასაგებია. კარგი ხანია ხო უკვე ნაციონალურ მოძრაობაში და ვინც აქამდე იკავებდა, იმისთვის რა ბარიერი მოიწეს? არაფერი, ბარიერი მნიშვნელოვნად შეიცვალა შიგ თავში პირდაპირ გეუბნებით, ანუ შეცვლილია დრამატულად და თუ კი არ არის შეცვლილი და მოსახლეობის ნაწილს ჯერა რომ ის პარტია არ არის, რომელშიც მე მინდა ან გაწევრიანება, ან აქტიურად პროცესებში მათთან ერთად ჩართვა, ესე იგი ჩვენ თავზე და ამას გულისხმობ, მეტი გვაქვს სამუშაო, კიდევ უფრო მჭიდრო და მყარი ურთიერთობაა დასამყარებელი საზოგადოებასთან. თქვენ ახლა ხართ არ უნდა გაგიკვირდეთ, იცით, აი პირდაპირ გეუბნებით, ბევრისთვის, დიანა, ბევრისთვის, სიმართლეა, ბევრისთვის, ხო? დღესაც კი დიდი სხვაობა არ არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, და ხელისუფლება არის კვეთა ჩამოყალიბებული რეჟიმი, მეტი არაფერი. მეტი მუშაობა და რაც გულისხმობ ამ მუშაობაში. პრაქტიკულად და მე ვფიქრობ ეს არის მთავარი ისი გაკეთებაც მინდა, აი რა რეჟიმში საარჩევნო კამპანიაში მუშაობს პოლიტიკური პარტია ხოლმე და უკანასკნელ 4 თვეში გააქტიურდებიან ხოლმე და ვაქტიურდებოდით, ეს არის სიმართლე, არჩევნებოდით, ცხოვრობდით ჩვენ ოპოზიციურ სპექტრზე და სახელმწიფო პარტია ხო? კი ბატონო. სახელმწიფო პარტიაც უბრალოდ როგორც ხელისუფლებას მეტი საშუალება აქვს. ნამდვილად არ არის ის რომ მაღალ შედეგზე გაგიყვანოს. ახლა გვინდა და დაინახავთ და თუ კი ვერ დაინახავთ, მაშინ შემდეგ გადაცემაში, როდესაც მოვალ და ამაზე გეუბნები, დაინახავთ ერთ კვირაში, მაქსიმუმ ერთ კვირაში დაინახავთ, სხვა რეესურსზე დაინახავთ პარტია. არა, პარტია გააქტიურდა და სხვანაირად მუშაობს. კამპანიურ რეჟიმშია. და მნიშვნელოვანია, რომ პარტია ასე იბრძოდეს და ასე მუშაობდეს. ვერიზამთ რისი გაკეთება ასე მუშაობდეს. ორ კვირაში ან ორ თვეში მოხდა. ეს უნდა გააგრძელდეს, ეხლა მე გეუბნებით, მალევე ვიწყებთ და გააგრძელდეს ასეთი ინტენსიური მუშაობა და ეს ინტენსიური ახლებური მიდგომა საქმისადმი მოიტანს ვადამდელ არჩევნებს, ძალიან გამიხარდება და დარწმუნებულად ძალიან გაუხარდება დიდ ნაწილს ამ ქვეყნის მოსახლეობისა. მაგრამ მოიტანს რიგით არჩევნებს პირობითად უნდა ვემზადოთ. როგორც რიგი გარეშე არჩევნებისთვის პარტია უნდა ემზადოს, ასევე რიგითი არჩევნების მაგრამ უნდა შეიძლება მოიყვანოს რიგ გარეშე. მოდი ჯერ კითხავ. ნიკაშ, თქვენ ახლა ხართ პარტიის მშენებლობით დაკავებული. ამ პარტიისთვის თქვენ ხართ საუკეთესო საშუალება ღიად გეტყვით გაფართოებისთვის, მაგრამ მისი ძირითადი რესურსისთვის, მხარდამჭერებისთვის
მთავარი ფაქტორი არის სააკაშვილი. შეიძლება ისინი ფიქრობენ ახლა ამ ეკრანებთან, გისმენენ და ნიკა რა დროს პარტიის მშენებლობა ლიდერი გვყავს ციხეში. აი ამ ადამიანებს რა სეტყვით თქვენ, რომ ახლა მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა ციხიდან და სააკაშვილის მთავარი გზავნილი არის გაზაფხულზევე ვადამდელი არჩევნები. ასე არ მოდის მესმის, მაგრამ აი რას უპასუხებთ სკეპტიკოსებს? ერთით თავის ქების გარეშე, მაგრამ თავდადლობის გარეშეც. ძალიან აქტიურად ვარ კომუნიკაციაში პარტიის ყველა აქტიურ წევრთან. დღესაც მქონდა შესაძლებლობა სასამართლო ეზოში და გამოვიყენე ეს შესაძლებლობა მათთან კომუნიკაციის და ეხლა რასაც მე აქ ვყვები. წლების განმავლობაში აქტიურ წევრებს ოდესაც ვუზიარებ. მე წარმოვიდგინე, მე ჯერჯერობით ადამიანს შეყვედრია, ვინც ამბობს, რომ ეს არის წარუმატებელი გეგმა. ზუსტად ისა, რაც გვჭირდება. წელი გულით გეუბნებით ამას. ვინ თუ არა აქტიურმა ჩვენმა პარტიის წევრმა იცის რა სჭირდება პარტიას და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საკითხი ჩვენთვის ცენტრალური საკითხი რჩება, იქნება და პოლიტიკას თავი დავანებოთ, როგორც ადამიანი, მისი კეთილსურველი, როგორც იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამ ადამიანმა დააფუძნა და ბევრი რამ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ხო? მიმაჩნია, რომ ისტორიულ სამართლობას ვაწყდებით ახლა და ადამიანურად პოლიტიკურად თავი დავანებოთ, ადამიანურად ვალდებული ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში მისი დასრულება ჰორიზონტზე მაინც გამოვაჩინო. მე წუნე დღეს ვიდე გავიმეორე თქვენი სებართვით. რომ არსებობდეს ელემენტარული ნდობა მაინც სასამართლო სახელმწიფო შტოს მიმართ, არც მიხეილ სააკაშვილი, არც მე და არც ერთი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის და არ მიყავს ეს ვიტყვი, ამ დიდი ოჯახის, ისტორიული ოჯახის ღირსეული წევრი არც კი გააკრიტიკებდა სასამართლოს და რუდუნებით შვიდად დაველოდებოდით სასამართლო ვერდიქტს, რომ ჯეროდეს ოდენავ მაინც, რომ იქ შეიძლება მართლა ვინმე მოდესმე ამ რეჟიმის პირობებში იპოვოს სიმართლე სამართალი. ეს საერთოდ არ ნიშნავს და მეც მაგიზიანდები ხომ, როდესაც ვარენდობით სასამართლოს ეს ცალკე თემა. აი ვინ ენდობა რო? პირდაპირ გეუბნებით, ვინ ენდობა? რომელი საერთაშორისო ვინ ენდობა? რომელი საერთაშორისო ჩვენი არასანდო უხარისხო სასამართლო. ეს პრობლემა, დიახაც, ამიტომ ეს გზა, რომელიც შეუძლებელია შენ წარმატებას მიაღწიო და იყო მაგალითად გარედან სასახლე და შიგნიდან საკათმე. ხო ანდაზარი ასეთ ქართულ შეუძლებელი ინფრასტრუქტურულად არ განვითარდე, ხედები და სტრატეგიული მიდგომები დრამატულად არ შეცვალო და არ მიიტანო ეს ყველაფერი საზოგადოებამდე და შენ კონდეს წარმატების იმედი. როდესაც შენ სხვადასხვა ეტაპზე განვითარების გადადიხარ და მოკავშირეებს იმატებდიანა, განყალბების მექანიზმები იფლითება და იკუმშება, იმიტომ რომ ატმოსფერო საზოგადოებაში იცვლება და მერწმუნეთ არჩევნების გაყალბებას გამბედაობა ჭირდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები დანაშაულზე მიდიან. მაგრამ როგორც ჩანს იმ სოფლებში, იმ რაიონებში განცდა აქ წინასწარი რომ იცი რა მე რა მოდი რომ გავაყალბო, გამივა, იმიტომ რომ პრინციპში ძალიან დიდი უპირატესობა ოპოზიციას არის. იმდენი ამორჩეველი უნდა გყავდეთ. არამატო ამორჩეველი 2012 წელსაც გაყალბდა არჩევნები, მაგრამ ოპოზიციის მხარეს იმდენი იყო, ეს თქვა, იმდენი მხარდამჭერი ყავდა, რომ გადატეხა. ანუ იმ ტიპის გაფართოებაზე არის აქცენტი ახლა, რომ სახელმწიფო გაყალბების რესურსიც გადატეხა. პირდაპირ გეუბნებით, ასე მე მინდა შევიტანო, ანუ მე ვიღავ თქვენი სიტუაცია. 8 წელიწადია ვარ ამ პოლიტიკურ გარემოში და ამით ვამაყობ. და მე სანამ ხედავ და მეძლევა შესაძლებლობა რეფორმირების არანაირი ხელშეშლა არ მაქვს. და პირდაპირ ვიმეორებ, მე რომ ვერ ხედავდი შანსს განვითარების და ამ ქვეყნისთვის, ამ პლატფორმიდან სიკეთის მოტანის შანსსაც რომ ვერ ხედავდი, სხვა გვარად მოვიქცეოდი. პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ხედავ, რომ ნაციონალურ მოძრაობას აკისრია ვებერთელა ისტორიული მისია. ნიკა. მარტო გეუბნებით. ნიკა, ახლა კონკრეტულად კითხეთ. აი იმ ადამიანს, აი გისმენთ, ახლა ვიღაც აქაც წერეს სხვათა შორის, როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობის, ეს თქვით მხარდამჭერები. ნაციონალურ გეუბნებით, ერთი წუთი ბათუმებით. პარტიის წევრი კი არის მხარდამჭერი. მხარდამჭერები განსხვავებული ადამიანები. მე ვცდილობ რომ მათ მიდგომაშიც ვცდილობ ჩემი ანუ კეთილი მიდგომებით, ზრუნველი მიდგომებით ავუხსნა და არ მომწონს, როდესაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ დააკავებენ. და ვიღაცა გამოვა თითქოს შენი გუნდის წევრი და აკრიტიკებს და აბრალებს შეკრულებას ქართულ ოცნებასთან. მე მიმაჩნია სოციალისტებს გადახედავდით გუშინ ალბათ, ხო? ეს არის ტრაგედია ჩემთვის. ასეთი როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ყავს ასეთი ამორჩეველი, ვიღაც გინდათ პარტიის. ასეთი ამორჩეველი აბრკოლებს
ბევრ აქტიური ადამიანი, რომელიც დიდწილად საქართველოშიც არ არის, სხვა პოტენციურ ამორჩევას, რომ გააქტიურდეს ჩვენი გუნდის ფარგლებში. ესე იგი, არიან ოპოზიციაში თურმე ადამიანები, რომელსაც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მიაჩნიათ შეკლულ ადამიანად პირობითად, თუ ეს ხო ცდილობენ ხო 10 ადამიანი როცა უნდა განაზოგადო, ხო? ვალდებული ვარ ამაზე ველაპარაკო და მქონია დღესაც კი მქონდა საუბარი. არ არის ჩემო კარგო ასე. დიახაც საჭიროა სწორი მგზავნილებით ვესაუბრო. მე ხა რაიონ რო დავდივარ და დაწყებული მაქვს ეს პროცესი. მხოლოდ უცხო ადამიანებს კი არ ვეკონტაქტები. ვალდებული ვარ რომ ჩვენ იქ დასაყდნენ ძალას ვესაუბრო, მათ თავის მხრივ სწორი მესიჯები გზავნილები შეიტანონ რაიონებში. თქვენ ეს დღეები რამდენიმე ინტერვიუ მიეცით, როგორც ჩანს, თავად ჩათვალეთ საჭიროდ, ძალიან აქტიური იყავით რადიო თავისუფლებაში, ნეტგაზ, რაღაც აქტიური იყავით, რომ აგეხსნათ რა ტიპის ცვლილებებთან გაქვთ საქმე. ეს ვთქვათ, თქვენ ასევე დასაკარგი არ არის დიან პირდაპირ ქვეყანას არ აქვს, არ შეიძლება ამ ქვეყანაში მუდმივად პროცესები გავდეს ციყვი ბორბალში. შეუძლებელი ერთი და იგივე წრეზე მივდიოდეთ მევაკრიტიკებ ამისთვის ოპოზიციას. არ არის საჭირო ციყვი ბორბალში. შესაძლებლობა და მინდა რომ მაქსიმალურად მოახდინო ამ შესაძლებლობას. თქვენ ამბობთ რომ არანაირ კონკრეტულ თარიღებზე ჩამოკიდება არხივს. რომ პოლიტიკური პროცესი თავად მოიტანს. ეთანხმებით, ხალხმა თავად უნდა გიკარნახოს ხანდახან რა შეიძლება გააკეთო. მაგრამ აი გეუბნებით რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ ხომ ნაციონალური მოძრაობა, თქვენ თავად ამბობთ რომ მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პარტიაში, ამ პარტიისთვის არის განუზღუდებელი. ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ყველაფერში ჩვენ თანხმდებით ამ არა, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, მაგრამ აი ამაში თუ თანხმდებით გეკითხებით. ის ამბობს რომ გაზაფხულზევე რაღაც კონკრეტული გზავნილები. ნაციონალური მოძრაობა ზეთი სამწუხაროა ძალიან რომ მე არ მეძება შესაძლებლობა მიშასთან შესვლის სამწუხაროა. არ მეკუთვნის ვინაიდან არ ვარ დეპუტატი და ეხა თქვენ გონიათ ეხა სხვა რა გზით შეიძლება იქ მოვხდე. მე ესე ვთქვა შევიპარები, რა ვიცი, არ მგონია. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მიხეილ სააკაშვილის დანარჩენ ოპოზიციოდან ჩემს ოპოზიცია დღეს ვინა იცით? ვიდრე გონიათ ყველა ის ადამიანი, ვისაც ცვლილებები სჭირდება. ყველა ის ადამიანი, ვისაც ცვლილებები სურს არის ოპოზიცია ჩემთვის. და გამომარჯოს ყველა ადამიანს, იმიტომ რომ ობიექტურად აფასებენ ამ რეალობას. მაგრამ დიდ მასშტაბურ აქციებამდე პოლიტიკური პროცესებით უნდა მივიდეთ. ეს არის ჩემი კვეთა ჩამოყალიბებული პოზიცია. ახლა ჩამოყალიბდით, იმიტომ რომ თქვენ თავად იყავით რაღაც კონკრეტულ თარიღებზე, თქვენ საუბრობდით არდანებებაზე, ბრძოლის ბოლომდე. შევცვალე იგივე საუბრობ, ეხლა დავნებდით, რაც არა, არდანებდით, მაგრამ მიხვდით რომ რაღაც კონკრეტულ თარიღებზე ჩამოკიდება. არა, მასშტაბური აქცია, თქვენ მასშტაბური აქცია თქვით, ხო? რაღაც პროცესის დაწყება და კალენდარულ დღეს ვთქვათ, არა, უამრავი აქტივობები ექნება. პოლიტიკურ პარტიაზე დაინახავთ დაახლოებით მაქსიმუმ ერთ კვირაში და მაყურებელს დარწმუნდებოდ ეს განრძობადი იქნება. და ამ პროცესში რა შედეგს მოვიტანთ და რა შედეგს მოიტანს დემოკრატიული ოპოზიციური ძალებიც დარწმუნებულა ყველა აკვებიან ჩვენ აკვები მათ. იცით რა არის ნიშნავანი ასევე მუშაობა არის ახლა თქვენი ნიშნავანი ასევე პატარა მომცრო პარტიებს განცდა კონდეს რომ ჩვენ ვართ ოსტორი პარტნიორები. აქაც სამუშაო გვაქვს და თუ პერიოდში მიწევს პარტიის თავმჯდომარეობა და ჩემს მეგობრებს, როდესაც პარტიის წინაშე დგარი ამოცანები გადასაწყვეტია გასაზრდელი არის მხარდაჭერა. მეორეც მხრივ მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი არის ციხეში ტყვეობაში და მესამეზე მხრივ ვერ ხედავ მრავალფეროვნების გარეშე ამ ქვეყნის გამარჯვებას და წინსვლას და აუცილებლობიდან გამომდინარე ვარ ვალდებული, იმიტომ რომ ხედვაც ასეთი მაქვს და პრაგმატულობაც ამას ვკარნახობს, რომ ვიყო მჭიდრო ურთიერთობაში კოალიციურ მოძრაობასთან, ხო, კოალიციურ რაც ვითანამშრომლო პარტიებთან. ამიტომ ეხა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე გახდება საჭიროება მასშტაბური აქციების ამა თუ იმ დროშით და სივრცეში ჩატარების. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა აქტივობები პარტიას არ ექნება. 509 დეპუტატი ყავს საკრებულოში, ანუ ადგილობრივ დონეზე ნაციონალურ მოძრაობაზე დიდწილად გამოიწვია თქონდა პროპორციული წილის ზრდამ. 501 არ მიაყავს დეპუტაციის ეროვნულ დონეზე ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, ხო? ყველა მათგანი ძალიან მალე გახდება აქტიური და არა პროაქტიური, ანუ რაღაცას რომ მოაყოს თავის აქტიურობას, არა, აქტიურები გახდებიან. დიახაც, მე მინდა
არის პრობლემები სხვადასხვა საკრებულოში და ჩემს იქაურთანა მებრძოლებთან ერთად, კასპელებთან ერთად, ზუგდიდელებთან ერთად, ქუთაისებთან ერთად ადგილობრივი პრობლემებშიც გავხდე გარკვეული და ბატონ გომელაურზე, ამიტომ გომელაურებზე, ღარიბაშვილებზე და კობახიძეებზე არ მიწევდეს 24 საათი საუბარი. იმიტომ რომ მეც ხო ზოგჯერ მაყურებლის ამპლუაში ხო ვარ, გისმენთ ხოლმე. ხან ტელეფონით და სხვადასხვა ჩემი ეთერისთვისაც ხო რა წამიკითხავს მე და რაღაცა არ მომწონებია, იცით? მეგობრების გამოსვლაც არ მომწონებია. არ ვესაუბრებით საზოგადოების ნიშნულოვან ნაწილს ბოლო თვეების განმავლობაში. და ვესაუბრებით როდის? აქტიურად. საარჩევნო კამპანიაში იცოცხლოთ, კი ბატონო. და მაგას ვამბობ, რომ კარგია პრობლემებს. კი ბატონო. პრობლემა არ არის, ეს არის გამოსავალი ტყეების დაცვა. გამოსავალი არის მუშაობა მუდმივი ყველგან, ჩემი აზრით. კი ბატონო. და არა დღესვე დავამთავრებ, მაშინ როცა ვერ ამთავრებ. კი და ვინთხარ დღესვე დავამთავრებ. მუდმივად არის ოპოზიციური ლიდერები, არის გაზაფხულზე მარტში ამ გავჯდებით, არავდგებით. ამაზე დისკუსია მიმდინარეობს ახლა. თუ კი რამეში ზოგჯერ გრძნობთ ხოლმე შეურაცხყოფილად თავს ჩვენთან პარტიაში, როდესაც მედიის წარმომადგენლებისგან ნებსი თუ უნებლიეთ რაღაცა პარალელების გავლება ხდება ქართულ ოცნებასა და ნაციონალ-მოძრაობის პარტიული მმართველობის სტილებს შორის. დრამატულად განსხვავებულია და თუ ეს არ არის გაგებული საზოგადოებაში, რომ ეს ასე არ არის, ეს მაშინ ჩვენი პრობლემა ყოფილა. კი ბატონო, მე მაქვს თქვენთან ასეთი თვითყოფადობა პარტიაში ლიდერები ძალიან მნიშვნელოვანია, ხახტო. პირდაპირ გეუბნებით, უმნიშვნელოვანესი, იმიტომ ეს არ იმალება. არ იმალება. ბევრად წინ უნდა ვიყოთ ყველა თვალსაზრისით ქართული ოცნების პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ ხელმძღვანელობაზე მორალური თვალსაზრისითაც, ზნეობრივი თვალსაზრისითაც, პროფესიონალიზმითაც, კვალიფიკაციითაც და რა ვიცი, ადამიანურობითაც და ეხლა თუ კი ვინმეს უნდა რომ წარმოაჩინოს რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთი და იგივეა და განსაკუთრებით დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ არც ესეთი ადამიანი არ დარჩეს. კი ბატონო, ნიკა, თანმიმდევრულობა არის პრობლემა და რატომ გეუბნებით? ან თუ ხარ ბოიკოტში, ხარ ბოლომდე ბოიკოტში. თუ მუშაობ სადმე, მუშაობ. აი რა, თქვენი პარტიის წევრი რომან გოცირიძე წერს სოციალურ ქსელში, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან დატოვოს პარლამენტი, იმიტომ რომ ორივე ერთად არ ხდება. აი და ლაშა ბუღაძე, რომელიც ოპოზიციის ძალიან აქტიური მხარდამჭერია და თავად ძალიან კრიტიკული და ცვლილებების მომხრე. დღეს იყო დახურულ კარს მიღმა განხილვა აი ამ მნიშვნელოვანი შეხვედრების, რომელიც ჟენევაში და ბრიუსელში იმართება ნატო რუსეთის და ასე შემდეგ და ამ თემებზე საქართველოს რა პერსპექტივა აქვს, იყო დახურულ კარს მიღმა ოპოზიციასთან შეხვედრა და ბუღაძე წერს, სად არის ამ დახურულ კარს მიღმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი რატომ ზის დარბაზში. ამ თემებზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერია საქართველოსთვის და სხვათა შორის იგივე ლაშა ბუღაძე ინგა გრიგოლიას ეთერში ამბობდა რომ ხახლო კი არ შეასკდეთ და შეაკუდეთ. ვიდით და შეკითხვა დასვით. აი ამიტომ პარლამენტში ვიღარ ვიცი, დახურულ კარს მიღმა. პოლიტიკური ბალობა შეკითხვის პოლიტიკური პროცესი არის ცოცხალი პროცესი და შედგება ეტაპებისგან და დამოკიდებულებაც პრობლემებისადმი გეცვლება. პირდაპირ გეუბნებით. გეცვლება ხო დროშა და სივრცეში შენ ვითარება კარნახობს რომ მოიქცეს სხვაგვარად თუნდაც ისე რასაც არ ფიქრობდი რამდენიმე თვით ადრეც. ახლა შეღება პარლამენტს. მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენ იქ შევდივართ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და ამ მიმართულებითაც ჩვენ მქონდა განსხვავებული პოზიცია ოპოზიციური პარტიების მათ შორის მე პირადად საარჩევნო ასე ვთქვათ, გალავანებული კამპანია იყო და მახსოვს ახლა ტყული რატომ უნდა ვთქვა, მე ვიყავი პირადად წინააღმდეგი, რომ მაშინ ჩვენ საპარლამენტო საქმიანობაში კომისიის შექმნისთვის ხელი შეგვეწყო. თვალწები ლილუაშვილთან დაკავშირებული კომისია იყო, ანუ უკანონო მოსმენებს დიახაც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს არ გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ინტერესს და მე ახლა ასე ვთვლი, რომ თუ კი პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობა შევა კომისიების შესაქმნელად, ეხლა მართლაც შეიძლება ღრმად არასწორია, თუ კი იქნება რამე არათანმიმდევრული, იქნება რომ შეხვიდებ მხოლოდ და მხოლოდ კომისიის შესაქმნელად და ამის შემდეგ იქ ეხლა იმუშაო თვენახევარი ორი თვე და მე ისე გამოხვიდე. არა, უნდა შეხვიდე და ამიტომ მე მგონია, არა, ხო ჩემს გადაწყვეტილებას ახლა კონკრეტულს ჩვენ ფრაქცია ჯერ არ შეკრებილ ვართ, მე იცით რომ არა ვარ ახლა ფიზიკურად. ვიცი. იქ მაგრამ ნუ ფრაქციასთან ვაპირებ შეხვედრას, მე ხატე დეკანოიძე ჩვენი მეგობრები იქ იქნება პარლამენტში მუშაობის გაგრძელების მომხრე. ჩვენი ლიდერები იქნება ხატე დეკანოიძე, ზალიკო დუმაშვილი, სხვები და სხვები, აკომინაშვილი, დიახაც. უნდა
ვიბრძოლოთ დავითვისოთ ყველა ბრძოლის არენა და ასპარეზი და ფრონტი და რაც გინდა დავარქვათ. როგორც თვითმმართველობა ჯერ ეს ისიც გამიგია ხა როგორ კაინახეთ განსხვავებული პოზიციები როგორ არ არსებობს მათ შორის თქვენ თავარი მეინსტრიმული პარტია რომელიც იღებს აი ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი 540,000 ხმას როგორ შეიძლება ყველა იყოს ერთ აზრზე იქ არიან ადამიანები ვინც თვლის რომ საკრებულოები რომ დატოვოს ანუ 509 დეპუტატი არ უნდა ყავდეს პარტიის ნაციონალურ მოძრაობას ყველა მარიცის რომ როგორც კი ამას გააკეთებ შენ რეალურად პარტია აღარ გექნებ ესაა თავარი პირველი ორგანიზაციები თავარი დასაყრდენი სადაუხსნა ეს იმის ბრალი ხომ არ არის რომ თასაკრებულოში ხარ თან პარლამენტში ბოიკოტში ხარ როცა ეს იქნება რაღაც მეინსტრიმულად ასევე ჩამოყალიბებული გეგმა რომ პარტ და მუშაობ ყველა ეს არ გამოიწვევს შეიძლება სორხაზონად მიიღო გადაწყვეტილება რომელიც აღარ უნდა შეცვალო ხო რატო ამბობთ რომ ეხა მივიღოთ გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესში და აღარ შევცვალოთ მე გეუბნებით რომ ასაკენიდან ისე მაგრამ ერთი რამქენით ყველა არენა ასაგებია მადლობა ყველა გულშემატკივარს ლაშა ბუღაძე ახსენეთ დიდი მადლობა მას დიდი მადლობა ისიც ოპოზიციონერი ისიც ოპოზიცია ჩემთვის ისიც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა ისიც ყველა ადამიანი თქვენს ოპოზიციონერი ხართ მე მგონი იმიტომ რომ არა სულილებების მოსუნე ვინც არის ჩემთვის ყველა არის ოპოზიცია კი ვარ ნამდვილად სულილებების მოსუნე და კრიტიკული ხელისუფლების მიმართაც და ოპოზიციის ეს ჩემი ბაზარში აგრარულ ბაზარში ვიყავით ჩემი თვალით რომ არ მენახა ეხა ბოლოს ანუ ზუგდიდის მცნობელ აგრარულ ბაზარში შესვლა ყველაფერზე ვინტერესდებოდი მაქსიმალურად რა პროდუქტზე არის ფასი გაზრდილი და გავიმეორო თქვენ ესეთი ხო შეიძლება და როდესაც რამდენიმე ყასაბს მიუახლოვდი ანუ სადაც ხორცს ყიდნენ აი დავინტერესდი ხორცზე რამდენად არის გაძვირებული ფასი თუ ზუგდიდში ვკითხულობ ამას და აღმოაჩინე რომ ხორცი ერთ-ერთი პროდუქტია რომელიც არ გაძვირებულაა და ხორცზე გამიკვირდა და რატო არ გაძვირდა მოთხოვნა არ არისო მოთხოვნა ანუ არავინ მყიდველი არ ყავს და სურვილი იცოცხლე რატომ შეიძლება ზუგდიდეს არ აქვს სურვილი ხორცი ჭამოს წარმოვიდგინეთ 14%-ით ფასები არის გაზრდილი. პენსიები თუ გავზარდეთ და სინამდვილეში სკიდულურობა შემცირდა და ის კანონი პენსიის შესახებ რაც მიიღეს და ჩაწერეს, რომ თითქოს პენსიონერებს უთხრეს რამდენიმე წლის წინ, მე მგონი კვირიკაშვილი იყო, თუ არ ვიცი ვინც იყო, ღარიბაშვილი, რა უთხრა საზოგადოებას, ხო გახსოვთ, რომ ჩვენ კანონში პენსიის შესახებ წერთ შემდეგ ჩანაწერს. პენსია გაიზრდება პენსიონერებს იმის მიხედვით, რა პროცენტული მაჩვენებელი იქნება ინფლაციისო და როდესაც პარლამენტში ახლა შეიტანეს პენსიის ზრდაზე ხო მოთხოვნა 20 ლარით მოითხოვნეს გაზრდა, იმიტომ რომ 8%-იანი იყო ფასების ზრდა, მაგრამ სანამ გაიზარდა პენსია იანვარში ახლა ინფლაცია იყო 14% და არა 8%-ით. სინამდვილეში თუ მართლა გულწრფელად უნდათ აი ამ ყველაფერს აღსრულება, რაც ამ კანონში ჩაწერეს, 20 ლარით კი არ უნდა გაეზარდათ პენსია, 31 ლარით უნდა გაეზარდათ, იმიტომ რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იმაზე მაღალია, ვიდრე პენსიის ჩვენი ხმა უნდა ყოფილიყო თქვენი გუნდის ხმა ამისთვის პარლამენტში. ხმა ჩვენი ხმა ყველგან არის. შეხვალთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის. მოგიპასუხეთ დიანა. აი ვერ მივხვდი. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ თქვი ფრაქციაში შემოწმებით აქტიურად. არა. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ და ახლოს ვართ ამ გადაწყვეტილების მიღებასთან. ახლოს ხართ ამ გადაწყვეტილებას? რომ შეხვალთ მხოლოდ სააკაშვილის საგამოძიებო კომისიის თუ ასევე იქ 5 ივლისის კომისია გაქვთ პოზიცია რომ დაუჭერთ მხარს? რა თქმა უნდა და აქვე ვთქვი მხოლოდ ამ საქმიანობისთვის შესვლა და მე კვლავ გამოსვლა, ღმერთ მართლა შეიძლება არასერიოზული, თუ კი რამე შეიძლება აღმოჩნდეს, ეს აღმოჩნდება არასერიოზული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მხოლოდ ამ მიმართულებითაც და სხვადასხვა ბევრი ახალი მიმართულებითაც, რომლისთვისაც ვემზადებით და საზოგადოება დაინახავს, ვაპირებთ კონკრეტული, კი გეუბნებით, იქნება საჭყუბარი, ვიჭყუბებთ. იქნება და მიტინგი ჩასატარებელი ჩავატარებთ. იქნება აქცია, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, მაგრამ თემატურად ის რაც არ გაგვიკეთებია არასაარჩევნო პერიოდში, ვილაპარაკებთ ბევრს საზოგადოებასთან, ჭირდოთ პირადად ტეტ-ა-ტეტ, ეთერების მეშვეობით და სხვადასხვა ფორმატებში. იქნება რეალურად პარტია გადასული აქტიურ რეჟიმში, კამპანიური რეჟიმი გინდა და საკუთარი ამორჩევლის მაჯაზე ხელის დადებით არა, იცით რა, გეუბნებით. ამორჩეველი ნაციონალურ მოძრაობას მიმოქცევა ხდება ესე არ არის რომ ერთმა მოგწე ერთხელ მოგწეს 45,000 ამორჩეველმა და იგივე 500,000 ამორჩეველი გაძლევს. ვიღაცა მიდის
ვიღაცა მოდის, ჩვენ გვინდა რომ ბევრი ადამიანი შემოვიმატოს და ცოტა დაგტოვოს. ბოლო კითხვა მაქვს საკრებულოებთან დაკავშირებით არის პრობლემები, იმიტომ რომ ვერ იკრიბებს საკრებულოს თავმჯდომარე სხვადასხვა რაიონებში არის რაღაც ტიპის შეთანხმება, ვთქვათ, თქვენსა და გახარიებს შორის პარტია საქართველოსთვის, მაგრამ ვერ მიდის. ეს ბატონი გახარია პედაგოგიუნები, ძალიან უცნაურად იქცევა. ადამიანს თორეს მინდა გაგიცნო, ვერაფერი ვერ გავიგე, ვერც თავი ვერც. მაგის ვერაფერი ვერ გაიგე? არა, მისი პარტიის დამოკიდებულების ვერაფერი ვერ გავიგეთ. ამ წუთის მდგომარეობით გამოვიდეს იქნებ და კონკრეტულად გასცეს პასუხი წალენჯიხელებს, რუსთაველებს, სენაკელებს და ზუგდიდელებს. მაგალითისთვის წალენჯიხაში ოპოზიციამ ჯამურად აიღო 66%. 34% აიღო მხოლოდ ქართულმა ოცნებამ. და რა პოზიცია აქვს იცით დღეს ბატონი კომიტეტი არა, რომ ამბობს შემდეგ რაღაცა. ბიუჯეტი არ დამტკიცებულა წალენჯიხელებისთვის. წალენჯიხე იცით არის ერთ-ერთი რაიონი, სადაც მე ვიყოს, ხო? და ამბობენ რომ ჩვენ მოგვანიჭა თითქოსო ამორჩეველმა აი დამბალანსებლის როლი და იცით პოზიციები ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურ მოძრაობამ ჩვენ მოდით ერთად გავიყოთოთ. ეხლა ვაპატიეთ ჩვენ იქ ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში მოსვლა იმისთვის კი არ სჭირდება რომ კონკრეტულად რამდენიმე ადამიანი დაждდეს სავარძეში სჭირდება რომ ქართულმა ოცნებამ კორუფციული სქემები აღარ ხლართოს და მთელი ბიუროკრატია აღარ კონდეს მომდებული. იგივე საკეთებს ზუგდიდში, იგივე საკეთებს რუსთავში და იგივე საკეთებს სენაკში, მაგრამ რა არის განსხვავება, რა არის უცნაური? ჭყოროწყუში იგივე კი არ გააკეთა. ჭყოროწყუელებისგან განსხვავებით, ხომ ეს კი როგორც არც ვიცოდი ეს ბატონი ყოფილა. ჭყოროწყუელია. წარმოშობით. ჭყოროწყუში ბატონ გახარია ჭყოროწყუში არ ეთაკილებოდა ნაციონალურ მოძრაობასთან, ასე თქვა თანამშრომლობა და პოზიციები მხოლოდ გახარიას პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან და შეიძლება ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას პარტიის წარმომადგენლების შორის დაკომპლექტა რაც კარგია, იმიტომ რომ ფულს ვეღარ იპარავენ, როგორც მინიმუმ და მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნავთ. ეხლა თავარი უნდა იცოდე და ალბათ მოისმენს მათი ხარდაჭერის და ამორჩევლის და მინდა უბრალოდ აი ზუგდიდებსაც, წალენჯიხელებსაც, სენაკელებსაც და რუსთაველებსაც აუხსნა. ეთაკილება ხო ნაციონალურ მოძრაობასა თამაშობ კიდევ გეტყვით. წალენჯიხაში, ჭყოროწყუში გახარიას პარტიის 3 დეპუტატი გადავიდა მეორე ტურში. მათ შორის იმ სოფლ არც ვიცი ხახალს გავიგე, იმ სოფლში მისი მაჟორიტარი საიდანაც არის. და ნაციონალურ მოძრაობამ ღიად საჯაროდ დაუჭირა მხარი და 3-ვე გახდა დეპუტატი ნაციონალურ მოძრაობის ხემებით. იგივე მოხდა წალენჯიხაში. თქვენ ოჯახ აშენებულებო, თუ მისმენ ეხა ბატონო გახარია, თუ მაშინ არ გეთაკელებოდა, როდესაც ჩვენი ადგილობრივი ლიდერები ღიად ხარს გიჭერდნენ და ჩვენი ამორჩევლების დახმარებით, აქტიური დახმარებით თქვენ გახდით საკრებულოს წევრები, რატომ არ ვცეთ პატივს ზუგდიდელებს, წალენჯიხელებს, რუსთაველებს და სენაკელებს? ვერ გავიგე. რატო ფერ ხდება ქართული ოცნების აი ამ 4 მუნიციპალიტეტში მაინც დანაშაულებრივი სისტემის მსხრევა და ღრევა. კი ბატონო. როდესაც მანდატების უმრავლესობა ამორჩეველმა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიანიჭა მიუხედავად ძალადობისა ოპოზიციას. ეს არის და დასრულდა ჩვენი ბლოკი. ეს ბიდგომა არ შეიცვალა ამ რაიონებში ჩვენ გვექნება ახალი არჩევნები. შეიძლება არ იყოს ცუდი. ახალი არჩევნები, როგორც წალენჯიხაში, ასევე ზუგდიდში, რუსთავში და სენაკში. კი ბატონო, მადლობა ნიკამელიას. როგორც მივხვდი რამდენიმე რამე რომ ახლოს ხართ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან, ეს კონკრეტული თარიღებზე არ არის თქვენი ბრძოლა ჩამოკიდებული. ახლოს ვართ რეფორმირებასთან, რომელიც გულისხმობს საზოგადოებისთვის. კარგით, ნახოთ ხალხმა უნდა ნახოთ. ახსნას რატომ ჩვენ და რატო არა ისინი. ეს არის. კი ბატონო. თქვენს მადლობა ნიკამელიას.